ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ქართული ოცნების რიგებში უკვე ბზარებია. კერძოდ, პირდაპირ ვიტყვი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, კახა კალაძეს, განსაკუთრებით იმ აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ დაუჩივლია საკმაოდ ვიწრო წრეში, რომ უკვე ვეღარ ხედავს ქართული ოცნების გამარჯვების და არა თუ გამარჯვების, არამედ გადარჩენის პერსპექტივასაც კი. ეს ყველაფერი რასაკვირველია უკავშირდება ირანში და ირანის გარშემო მიმდინარე პროცესებს და იმას, რომ ქართული ოცნება და პირველ ყოვლისა ცხადია რუსეთი, მაგრამ აგრეთვე ქართული ოცნება კარგავს, თუ დაკარგული არ ახავს უკვე, კარგავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს ირანის დღევანდელი ჯერაც ხელისუფლების სახით, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივად განახორციელეს მაინც ასე უნდა ვთქვათ, უნიკალური მსოფლიოში პრეცედენტი რომ არა აქვს, იმგვარი სამხედრო ოპერაცია ირანის ისლამისტური რესპუბლიკის წინააღმდეგ და პირველივე დღეს, პირველივე საათებში გაანადგურეს ირანის სულიერი ლიდერი და ჯერჯერობით ვერც ხერ ხდება ფლად გულახდილებით თუ ვიქნებით, ვერ ხერ ხდება ახალი სულიერი ლიდერის ალი ხამენეის შვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არჩევა და რომც მოხერხდეს, მისი ლეგიტიმაცია, გავლენები და ლეგიტიმაცია იქნება ფრიად სუსტი ან ფრიად არაჯეროვანი. მეცაც გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები მაღალი ალბათობით გაანადგურებს ყველას, ვინც ირანის ისე მართვას გააგრძელებს, ან განიზრახავს და გააგრძელებს, როგორც მართავდა ირანს ბოლო 49 წლის განმავლობაში, 47 წლის განმავლობაში, 1979 წლიდან აიათოლების რეჟიმი და 1989 წლიდან კი კონკრეტულად ალი ხამენეი. ამ თემაზე რომ არ გავხურდი, ახლა დავუბრუნდები ისევ ჩვენს რეალობას. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით აკი გითხარით, რომ ასე მაგალითად კახი კალაძე და სხვებიც ალბათ, თუმცა სხვებთან დაკავშირებით ესეთი დაბეჯითებითი დადასტურებული ინფორმაცია არ ნაკლებად მაქვს, სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ უნდათ გასვლა, უნდათ დასვენება, გადაიღალნენ და აი ამ საფარქვეშ, ამ საბურველ ქვეშ იქნება და ჩამოსცილდნენ პოლიტიკას. მაგალითად, ან რიოხანაშვილს თავად არ დაუწერია განცხადება წასვლის თავობაზე, ვიცით ჩვენ, მაგრამ ან რიოხანაშვილიც არც ალი ისმის და არც კვალი ალი ხამენეი, არც ალი ხამენეი ისმის და არც კვალი ეკაკვალიაშვილი. არა, ვიხუმრე ცხადია. მოკლედ, არის ის ალი რიოხანაშვილი, სად არის, ახლა არ ვიცით. აი, აჩიკო ტალაკვაძე რაღაც, არჩილ ტალაკვაძე რაღაც სამშენებლო ბიზნესშია, როგორც ვიცი, მაგრამ აი კახა კუჭავა ასე მაგალითად მათთან შედარებით ბევრად ნორმალური ეგრა მაგის პასუხია ეს უკანასკნელი. სად არის, ვინმე ხო არ იცით, ის დროულად გაეცალა. არიან ადამიანები ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ქართული ოცნების რიგებში, რომლებსაც ასე გაცლა უკვე აღარ გაუიოლდებათ, გაუადვილდებათ, ბიზნა ივანიშვილმა შეითრია რა ისინი ხლართებში და სინდიკატებში, მათ აქვთ ბიზნა ივანიშვილის წარმოდგენით ვალი ქართული ოცნებისა და პერსონალურად ბიზნა ივანიშვილისა, აკეთებინა რა ფული ბევრ მათგანს, ასე იოლად ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა, გაქცევა, ნაპირზე გადასვლა, დასვენება, მოსვენება და მისვენება თავის მუთაქაზე დადება, დოლარებით სავსე მუთაქაზე დადება, ასე იოლად არ გამოუვა ბევრ მათგანს, მათ შორის არც კახა კალაძეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძეს არ მობეზრდა, ყელში არ ამოუვიდა ის, რაც ხდება მის თავს, მისი ოჯახის თავს და კახა კალაძე რასაკვირველია, ძლიერი მამაკაცი არ არის, ძლიერი პიროვნება არ არის, გენდერულად რო არ ჩავშალოთ ახლა, ძლიერი პერსონა არ არის, პიროვნება არ არის, რაც მის თავს, მისი ოჯახის თავს, მისი ახლობლების საახლობლოს თავს, მის გარშემო ხდება, კახა კალაძისთვის ეს რთული გადასატანია და ის ცდილობს, ანა, სწორი სიტყვა არ არის, ის აფიქსირებს ხმა დაბლაჯერ, მაგრამ გარკვეულზე მაღალი ალბათობით, ხმა მაღლაც დააფიქსირებს წასვლის, გასვლის, ჩასვლის სურვილს ამ ჩასაზირად განწირული გემიდან.
ოღონდ ეგ არის რომ ანუ კი არეშიძესთან კონსულტაციის ანუ მეუღლესთან თუ სხვებთან კონსულტაციის მიუხედავად კონსულტაციები უფრო ზუსტი შედეგიანი სულაც არ არის ვერავინ ვერ არ ამბობს რა უნდა ქნას როგორ უნდა მოიმოქმედოს კახაკალაძე იმიტომ რომ ასე პირდაპირ თქმა იმისა რომ მე წავედი დაბში აბუდაბიში თუ დუბაიში თუ სადმე სხვაგან მილანში ვეღარ ჩადის მაგრამ თეორიულად მილანში ხო და მე აღარა ვარ დედაქალაქის მე და საერთოდ არა ვარ ამ სინდიკატის წევრი და გამეშვით ესე მარტივად არ მოხდება კახაკალაძეს მისწვდებიან ყველგან ბიზინა ივანიშვილის და რუსეთის რომლის წარმომადგენელის რასაკვირველია თავად კალაძეც არის ბывших агентов не бывает ყოფილი აგენტები არ არსებობენ ლიტვინენკოს მაგალითი არის თვალსაჩინოება მისწვდებიან ყველგან სადაც შეეძლებათ სადამდეც ხელი გასწვდებათ და კახაკალაძეს არა აქვს ისეთი შესაძლებლობები მიუხედავად იმისა რომ ძალიან მდიდარი კაცია რომ წავიდეს ისე რომ დაიმალოს სამუდამოდ და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი სამუდამოდ ამიტომ კახაკალაძეს კი უნდა გასვლა წასვლა გადადგომა მაგრამ ასე იოლად მას არც არავინ გაუშვებს ჯერ ერთი მეორე თავადაც ვერ მოახერხებს და ამ ფიქრში კი დრო გადის და ფიქრში ამ კოზანოსტრას ნახეთ რა თვისება აქვს ამ კოზანოსტრობას მთელ სოფლიოში და კოზანოსტრას წევრობას და მათ შორის საქართველოში რომ შენ გადაბმული ხარ უკვე 1000 ჯაჭვით თუ ძაფით შენივე თანა მზრახველებთან ან თანა როგორი სიტყვა გავიხსენოთ ახლა თანა ბანდიტელებთან თანა კოზანოსტრელებთან სინდიკატის წევრი ხარ თანა რეციდივისტებთან კახაკალაძეც როგორც თანა რეციდივისტი ესე იოლად ვერ ჩახდება მაგრამ სურვილი აქვს მეთქი ამას თუ ვიტყვი და ამას რო აღარ ვამბობ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ საკმაოდ ვიწრო წრეში დაახლოებით 7-8 პერსონის თანდასწრებით გარდა მეუღლისა მას ეს სურვილი დაუფიქსირები აღარ შემიძლია კონკრეტულად ეს სიტყვები უთქვამს უთხარი ინფორმაცია მაქვს მეთქი თუ ვიტყვი არ გადავაჭარბებ ოღონდ ამ 8 კაცში თუ 7-ში თუ 8 კაცში სულაც არ არის არც ერთი არც ირაკლი კობახიძე რომელსაც კახაკალაძე რასაკვირველია ბოლომდე მაინც არ ენდობა მიუხედავად იმისა რომ სწორედ კობახიძეა ვინც მფარველობს მას მფარველობს სწორი სიტყვა არ არის ვინც ხელს აფარებს მას და ვინც ბიზინა ივანიშვილისაგან მას კახაკალაძეს ჯერჯერობით იცავს არხის იმიტომ რომ დედაქალაქის მერის არჩევნები გამოსაცხადებელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ შიში ვერ იხსნის კობახიძე ვერ იხსნის ბიზინასაგან კახაკალაძეს ადრე იქნება თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან ბიზინა ივანიშვილი კახაკალაძეს ან მისი ოჯახის წევრს ბარემ ვიტყვი ფართო ოჯახის წევრს მიადგება და კახაკალაძე იძულებული იქნება რომ დაწეროს გაცხადება განადადგომის თაობაზე და მე უკვე მით უფრო აღარ იქნება დაცული იმიტომ რომ ის იმუნიტეტიც კი თანა გუნდელის ხილული გაცხადებული თუ არ გაცხადებული გაუცხადებელი იმუნიტეტი მას ვეღარ დაიცავს ამიტომ კახაკალაძე თან მიდის და თან ვერ მიდის თან უნდა წასვლა და თან ვერ მიდის ირანის თემას რაღაი შევეხე ასეთი კითხვა ისმის ზოგადად ქართულ ოცნებაში იმარა გავიგე რომ ჩვენ ასე ბრგედოდ გავართ მაგრამ როდემდე ფაქტია რომ შეერთებული შტატებიდან გვითვლიან იმას რაც გვითვლიან ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისაგან ადეკვატურ ნაბიჯებს ეს არის მოკლე შინაარსი იმ განცხადებისა იმ სიტყვებისა რომლებიც გაგვიზიარეს ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩვენ ფორმულას და ჩვენ ქართულ საზოგადოებას გაგვაცნეს ევროპასთან ურთიერთობაზე ვერ ალაგებენ მიუხედავად იმისა რომ სურვილი გამოთქვეს რომ აგე ჩვენ განვაახლებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებსო თანახმანი ვართ რომ განახლდეს ეს მოლაპარაკებებიო რუსეთის სივრცე როგორც ასეთი ვიწროვდება და ვიწროვდება რუსეთი ხო ბევრი თქვენგან იტყვის რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში მაგრამ გამარჯვება ჯერ გაფორმებული არ არის ჯერ ერთი ვერ იმარჯვებს მაგრამ თუ იმ შემთხვევაშიც თუ ჩვენ ავყვებით თქვენს ანუ ქართული ოცნების და რუსეთის ანუ პუტინის ნარატივს იმის თაობაზე რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში ჯერჯერობით მე დროშა ჩარჭობილი დროშა მყარად ჩარჭობილი უკრაინის ტერიტორია ვერ ვნახე მაპატიეთ და სამფეროვანი რუსული დროშა გაგიკვირდებათ და მყარად ჩარჭობილი არ არის იმ ტერიტორიებზეც კი მაგალითად ლუხანსკში რომელიც რუსეთს რახანია მისაკუთრებული აქვს ლუხანსკის ოლქს გულის ხმობ მთლიანად თორე ცალკეულ სოფლებში
არა ამაყად, მაგრამ ფრიალებს რუსული დროშა განა არა. ეს ბრძოლები გრძელდება და თქმა იმისა, რომ უკრაინა აპრიორი დამარცხდება, ხო? მე მგონი ძალიან ძნელია. უფრო, აი თუ ასე უნდა შევადაროთ მაინც და მაინც უკრაინაში მიმდინარე პროცესებში რუსეთი და უკრაინა, უფრო თუ გულახდილები ვიქნებით, მარცხდება სწორედაც რომ რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, აი ახმამაღლდნენ ქართული ოცნების დეპუტატებად წოდებულები და რომ ამბობენ ბორის ჯონსონზე, რომ ბორის ჯონსონმა ჩაშალა სტამბულის მოლაპარაკებები. იცით და მე მგონი გითხარით კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იმ ხანად, როდესაც ბორის ჯონსონმა ბჭყალებში ჩაშალა მოლაპარაკებები 2022 წელს. იმ ხანად რუსეთს მიცაკუთრებული ჰქონდა უკრაინის 24-25, შეიძლება 27%-იც კი. ახლა ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლის შემდეგ მისაკუთრებული აქვს 18-20%. ანუ ჩაშალას თუ მოვიშველებთ ამ ზნას, თუ ჩაშალა მართლაც ბორის ჯონსონმა, მაინც სწორი უქნია. სწორედაც რომ კარგად მოქცეულა, იმიტომ რომ უკრაინამ იმის შემდეგ შესაბამისად 3, 4, 5, 6 და შეიძლება ვინც ის და 7%-იც კი დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიების. ანუ კარგად მოქცეულა ბორის ჯონსონი. მოკლედ რუსეთი უკრაინაში არ იმარჯვებს, ვერ იმარჯვებს, ურიმარჯვებს. ეს იმათთვის რომ მე მოჭრათ და წაიღოთ და გიჟი ეტაბლიაშვილიო რომ ილაპარაკოთ. მოკლედ ვერ იმარჯვებს რუსეთი უკრაინაში. ირანში რუსეთი და ახლო აღმოსავლეთში ზოგადად და ირანში კონკრეტულად დასუსტდა კი აღარ არსებობს. ოქიან გაღმაც არ არსებობს ვენესუელაში, მაგრამ ის შორია ჩვენგან და ირანი ყურიზირშია და აქედან გამომდინარეა საინტერესო. ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს არ ექნება შესაძლებლობა ირანიდან ფულების რეცხვისა და არ არის დასაბალი რომ სწორედაც რომ ფულის რეცხვით იყო დაკავებული ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი მთლიანად. შეიძლება ერთი მინისტრი არ რეცხავდა, მაგრამ მეორე აუცილებლად რეცხავდა. შეიძლება ერთი თანამდებობის პირი არ იყო რაღაც მაქინაციებში ჩართული, მაგრამ მესამე აუცილებლად იყო ჩართული. ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს ესპობა შესაძლებლობა რუსეთისათვის დახმარებისა, მათ შორის ირანიდან წამოსული ტვირთების კუთხით. იმიტომ რომ ირანის რეჟიმი თუ დაემხობა, საბოლოოდ ალი ხამენეი განადგურებულია და დაბრუნდება ასე მაგალითად ფეხლევი. მაგრამ ან სხვა რეჟიმი დამყარდება, სხვა ხელისუფლება დამყარდება ირანისში, ამ შემთხვევაში ეს ხვრელები, რომელიც არიელი ფურცელი უნდა მოვძებნოთ და ვერ პოულობთ, ეს ხვრელები ამოიქოლება. აღარც ეს იარსებებს, ვერ გადავხაზე კარგად, აღარც ეს იარსებებს, აღარც ეს და აღარც ეს. შესაბამისად, ბიზინა ივანიშვილის ჩინოვნიკები, ტიპები ვერ გამდიდდებიან და კალაძეს რომ დავუბრუნდეთ ანცხვებს. ისინი სწორედაც რომ ამაზე ნერვიულობდნენ, ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ ლაგდება, ამერიკასთან ურთიერთობები ვერ ლაგდება. ის რითიც მდიდრდებოდნენ მეტწილად ქართული ოცნება ამოქოლილი იქნება, მათ შორის ის ხაზები იქნება გადაჭრილი. რუსეთი მარცხდება რეგიონში, სირიაში დამარცხდა, ირანში დამარცხდა, სხვაგანაც დამარცხდა რეგიონში, კავკასიის რეგიონში დამარცხდა. ახლა იცდება სომხეთში რაღაც რევანშს, მაგრამ არ გამოუვა. და ასე შემდეგ, რუსეთი მარცხდება უკრაინაშიც და კახა კალაძე და სხვები რო კითხულობენ, იბარა რა გზა გვაქვს თუ ასე და წავალ რა. წავალ და ჩემ სიბერეს, ასაკში შევდივართ ყველანი. ხო, გავატარებთ სულშვილთან მშვიდად, რაც ვიგულავე. არაფრისკენ არ მიმყავს საუბარი, არ გიგონოთ. რაც მასხარავე, რაც ვიშოვე, რაც ვიგულავე, რაც ვიოღრაშე, რაც ვიმაიმუნე, რაც ვთქვლიფე, მეყოფა საშვილიშვილოდ. ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს ჩავაბარებინებ ჩემ შვილს, ოღონდ თუ ამის შესაძლებლობა მექნება შვილებს, თუ ამის შესაძლებლობა მექნება ცხადი, ოღონდ პრობლემაც ის არის, რომ უკვე გვარიერად გვიანია, კახა კალაძე უკვე პრაქტიკულად პერსონა ნონ გრატაა დასავლურ სივრცეში. მაგრამ ამერიკაში კიდე შეიძლება თეორიულად, მაგრამ მაინც ღარიბაშვილის შვილი ხო იქ არის ჯერაც. ის კი გასკვანჩულია ის მამამისი. ხო, ბატონო ჩემო, მაგრამ ვინ გაუშვებს კახა კალაძეს? ვინ გაუშვებს კახა კალაძეს?
მიზინა ივანიშვილი გრძნობს იმას, ჩემი აზრით, რომ რუსეთი მარცხ ხდება ოღონდ გვარიანად გვიანია და გვარიანად გვიანია ევროპასთან გადალაგებაც. უკვე ის კაცა, იმ კაცად არის ცნობილი, ის რეპუტაცია, რენომე, იმიჯი აქვს, ის სახელი აქვს. მიზინა ივანიშვილს რომ მასთან აღარ გადალაგდებიან. სამი რამ უნდა გადადგას. სამი ნაბიჯი უნდა გადადგას მიზინა ივანიშვილმა, სამი რამ უნდა გააკეთოს. პირველი, ხვალვე, არიცხვიც არის ხვალ, გაანთავისუფლოს უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარი. სამართლებრივი გზა, ეგრეთ წოდებული სამართლებრივი გზა, ვისაც მისჯილი აქვს. მაგალითად, ვისაც მისჯილი აქვს საბოლოოდ, ხო? მაგალითად, რაგვარია, ყაველაშვილის ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტით. ვისაც მისჯილი არ აქვს საბოლოოდ, სინდისის პატიმრებზე ვლაპარაკობ, ხაზგასმით ვამბობ, პოლიტიკოს პატიმრებზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებ ორ წუთში. ამ შემთხვევაში ახალი პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით, ახალი გარემოებების გამო შეეფარდოს მინიმალური ერთლარიანი გირაო ყველას, ეს რაღაცა კანონიც რო დაიცვად. ერთლარიანი გირაო და ყველა უნდა იყოს განთავისუფლებული. ეხლა ეს სინდისის პატიმრები, ანუ პოლიტიკოს სიდენტობა ვისაც არ აქვს, იმათზე ვილაპარაკებ. პოლიტიკოს პატიმრებს, უკლებლივ ყველას, ვისაც მისჯილი აქვს. ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს. მართლმსაჯულების ეგრეთ წოდებულმა სისტემამ. პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, ვისაც მისჯილი არ აქვს, პაატა ბურჭულაძეს მაგალითად, და უნდა გაანთავისუფლოს ახალი გარემოებების გამო, გამოჩენის გამო, ერთლარიანი გირაო. თანამშრომლა პაატა ბურჭულაძე, თანამშრომლა, მაგრამ მაინც. შეეხება ვისაც მისჯილი აქვს, ყაველაშვილმა უნდა შეიწყალოს ისინი. ყველა რამდენიც არის, არ ვიცი, უკვე ვეღარ ვითვლი, 200 პირობითად. პოლიტიკოსი პატიმარი და სინდისის პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, მაგრამ რო არ მომედავონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, უნდა გამოვიდეს ციხიდან. უნდა ამ თვალსაზრისით გასუფთავდეს ველი და ყველას შეეძლოს უკვე მომავალში არჩევნებში მონაწილეობა. როგორც ასარჩევ პირს, ყველა კანონი ეგრა მაგის პასუხია, რომელთა მიღებასაც აპირებს ქართული ოცნება, უნდა დასტოპდეს, გაჩერდეს, გაუქმდეს. ანუ ახალი კანონი, აქამდე რაც მიიღეთ, ამაზე ვიტყვი, მაგრამ ახალი კანონები არ უნდა იყოს მიღებული. ძველი ყველა კანონი, აი მათ შორისაა 2 დღის წინ მიღებული კანონი, შესწორებები კანონში, უფრო ზუსტი რო ვიყო, ეს ყველა კანონი უნდა გაუქმდეს. პაპუაშვილმა უნდა შეკრიბოს თავისი 99 დეპუტატად წოდებული და თქვან ამათმა, რომ ჩვენ მიზეზთა გამო გარემოებათ არავის შეფუთონ როგორც უნდათ და აყეფონ საკუთარი პროპაგანდა, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და იხიონ უკან. აი ამ ორ რამეს თუ სამ რამეს რამდენიც გამოვიდა, რო გააკეთებენ, უკვე შემდგომ მიზინა ივანიშვილმა ჩემი მოსაზრებით უნდა გაანთავისუფლოს. ან მანამდე შეუძლია, მაგრამ ერთ წამს ესეთ სცენარში წავალ. გაანთავისუფლოს მისი და ქვეყნის ფორმალისტური თვალსაზრისით დამღუპველები კობახიძე და სხვები, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებად წოდებული შაიკა კობახიძე, ის მინისტრი, ის დანიშნოს ერთ წამს დავარქმევ დროებით მთავრობას, მაგრამ სულგრევა სხვაგვარად თქვა, სხვა პირები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ველაშვილმაც დაამტკიცოს, მაგრამ მანამდე პაპუაშვილმა ხელი უნდა აუწიოს და თქვას თუ უნდა ჯანდაბას, რომ ამისთანა პრემიერი ეხლა რო გვეყოლება, არ ყოლია, მე საერთოდ მგონია, რომ მიზინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და დაბრუნდება კიდეც, მაგრამ თუ იოტისოდენა რამ შერჩენია გონიერებისა. დაბრუნდეს ივანიშვილი, ან სხვა ვინმე დანიშნონ, ავიც კუჭავა. პირობით. რომელიც გააკეთებს იმას, რაც გითხარით, ან მანამდე დახვდება ეს მდგომარეობა, კობახიძის მიერ გაკეთებული და უკვე ოქტომბერში ჩანიშნოს არჩევნები. ეს არის გადარჩენის გზა. სხვა შემთხვევაში ინდივიდუალურად ადამიანები კალაზე დღეს ვიღაცა ხვალ, აი დავითაშვილი გაძვრა, კუჭავა მეოთხედ ვახსენებ გაძვრა, ოხანაშვილი არ უნდა შესაძლოა, მაგრამ გაძვრა. ანუ მასზე აღარ აღვილაპარაკობს ხა კუჭავაზე და დავითაშვილზე და ოხანაშვილზე. აღარავინ აღარ ლაპარაკობს, ხო? ვიღაც ტიპები გაეცდებიან გაძრომას. ზოგი მოახერხებს ეგრა მაგის პასუხია და ზოგი არა. რიჟვაძემაც კი თუ თავს იკლავდა მაინც და მაინც ისიც გაძვრა. ფაქტია. თუ ბრიდავდნენ მაინც გაძვრა. იმიტომ რომ ვიღაც ახსოვს ხა რიჟვაძე, ვინმე თამაზაშვილი არის იქ რა, გაჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავის
თავის ამბებშია, თავის რიჟვაზეობაშია, მოდი ასე ვიტყვი. სხვა ფორმებით შესაძლოა, მაგრამ მაინც. თავად რიჟვაზე ასლან აბაშიძის იყო, ესეც ხომ ფაქტია. ჩემი აზრით კალაზე ვერ მოახერხებს გაძრობას, მაგრამ აქ იკითხავთ სურვილი ვის როწლეში დაუფიქსირებია ამის. ვინ არის ინფორმაციის მომწოდებელი? ჩემთვის ინფორმაციის მომწოდებელი არის ერთი პირი, რომელიც თავის მხრივ იმ შვიდეულში არ არის ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ ქართულ ოცნებასთან ფრიად დაახლოებული, უფრო ზუსტი რო ვიყო, იმ შვიდეულთან თუ რვაკაცია. კალაზის ჩათვლით 8 არიან. იმ შვიდეულთან თუ რვაკაცთან ფრიად დაახლოებული პირია და რომელსაც უთხრეს, რომ ასე და ასე კალაზეს უკვე სურვილი აქვს დათესვის. ანუკიც, როგორც მე ვიცი, ცუდის მარი აწვება. როგორც ანუკის არ ესმის, რომ კალაზე ასე იოლად ვერ დაითესება. ვერ დაითესება, ვერ. ასე იოლად. ისის აბასთუმანში გამაგრებულიც ხო თავის გათვლებშია, თავის კალკულაციები აქვს. კი, შეიშალაო ბევრი ჩვენგან იტყვის და მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ვამტკიცებ, ხო? ამ ვერსიას ან ვანვითარებ, მაგრამ იმას ხო თავისი კალკულაციები აქვს. ეხა ესე ვინს გაუშვებს კაცო. ას ნიშნავს ესე წახვედი, იმია ბაღია. მოხვედი, წახვედი, მე მოგიყვანე, შენ წახვედი. როგორც მოგიყვანე, ისე მე გადავწყვეტ, როდის წახვალ. შენ ხო თავისუფალი არ ახარ. მისი გაგებით. ტიპების შექმნა გამოძერწა. და აი ამ ნივთებად აქცია. და ამ ნივთებს თუ მე გავუჩნდათ ეხლა სულის გვეთება, ნება. რომ გაიქცნენ, ეგრე სად არის? ეს მეგეუნებით ბიძინა როგორ უყურებს მათ და სამყაროს. მე გამოგძერწეთ, ხო? ისე ჩვენ შეთანხმდა. აწილობრივზე მეტად მართალია, აბა ვის ახსოვდა კაცო მამუკამდინარაძე, კალაძე თუ კობახიძე ვინ იყვნენ საერთოდ? ვინ იყვნენ საქართველოს ისტორიაში 2003 წლამდე 2003 წლის შემდეგ როცა ადეკვატურები იყვნენ, როცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყვნენ? რას წარმოადგენდნენ? მათ შორის ისინიც ვისაც რაღაც ასაკი უწყობდა ხელს. აი რას აკეთებდა რომელიმე მათგანი საქართველოსთვის. კი არა, თავისთვისაც აკეთებდა.